ეს ბუნება და კლიმატი ყველა პროდუქტს, რაც გემოაქვს, უფრო უმძაფრებს. ჩესტერი ჰქვია ამ ჯის. გვაქვს კიდე ტიპერს კლოუსი, უფრო საადრეო და უფრო სამი გვირგვინის ეძახია, კარგი ჯიშია ისიც. კაკად არის აქ მორგებული ჩვენ პირობებში. მეორე წელს უფრო ვიმუშავე ენერგზე, გავავრცელე ხალხში. 48 ოჯახი არის დასაქმებული, დაკავებული ამ კულტურით. კენკროვანი კულტურების განაშენიანება ხულოში არის ერთ-ერთი პრიორიტეტული, ჩვენგან მიჩნეული და მომავლის პროექტი არის. შემოსავლიანია. ზამთარიც კარგად გადააკინვას უძლებს. წამლობა არ უნდა, რაც მთავარია. ვამუშავებთ სამ სეზონად, საადრეოდ, შუაზაფხულში რო გვექნება და მიწურულ შემოდგომაზე. ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოში შევიკრიბეთ და ჩამოვაყალიბეთ ხულოს ლაგი, ანუ ხულოს განვითარების ადგილობრივი ჯგუფი და შევქმნით სტრატეგია, რომელიც ეხება 2018-22 წლებს. სტრატეგიაში გვაქვს 6 პრიორიტეტია გამოყოფილი და ამ პრიორიტეტების მიხედვით ვახორციელებთ პროექტებს. ევროკავშირის დახმარებით არის ნერგიმოსული, ჯიშები, ტრენინგები, ცოდნის გაზიარება და ახლა კიდე ის დაწყობილი 7 წლის წინ დაწყობილი პროექტები გაგრძელება არის. ახლა უკვე ავტომობილის დაფინანსება, სხვა ბაღი გავაკეთებთ, ვევით, წყალი მოვიყვანეთ, სარწყავი წვეთოვნები, ეს ყველაფერი. ზევით კიდე ვაპირებთ ახალი ბაღის გაკეთებას, უფროსურად დაწყობილი გვაქვს გაკეთება ბიომეურნეობის ახალი. აი ამ ჯიშის. შარშან გავყიდეთ 7 ტონაზე მეტი კენკრა, წელს 20-ზე მეტს. სამი გაყიდული გვაქვს უკვე, მაგრამ ეს 15%-იც არ არის ჩვენი რაც გავყიდეთ. 10, 17, 18 ტონა გასაყიდი გვაქვს. ერთი სიტყვით ყოველდღიურად 600-700%-იანის დაგვაქვს რაოდენობის. ჯემებს ვამზადებდით ჩირებს, მაგრამ ამ ბოლოს უკვე ჩემი მეუღლის იდეა არის ჩირების გაკეთება. ეს არის მაყვლის, ეს არის ჟოლოს. უბრალოდ კარგი და მოსახერხებელი არის, იმიტომ შენ სანახად ადვილია და ინახავს თან ძალიან ბუნებრივად, არანაირი დანაკარგი. ადგილზე იწარმოება ეს პროდუქცია, ხდება შემდგომ მისი რეალიზაცია, ეტიკეტირება და ასე შემდეგ. შეიძლება ასევე უცხოეთში გატანა. 3 მეტრო თოვლი რო ჩამოწვება ამას, დაიგები და შამ, ამაზე კაი რა უნდა გააკეთო.